მოგესალმებით საქართველოში, ჩვენ გვაქვს remote სიჩქარეების display. ზუსტად ის აღმოჩნდა, რაც მეგონა. მანქანამ გაასხა. დავუყენეთ სპეციალური პრუჟინა, რომ ზემოთ იყოს, ამოწეული ცოტა ზემოთ არის, ბოლომდე არ ვარდება. ვიტირები ხარ. ამ ჭუჭხს შეხედე ხორცში ისე არის ჩამჯდარი, რომ გადაღების წინ როგორც არ უნდა გაიხეხო, აღარ ამოდის, всё, მორჩენილია რა. აი, მითხარი, რა მანქანა შეიძლება მყავდეს მე? მოკლედ, EUZ-19-ის პროექტი რო დიდი ხანია მიძინებული ყავს, კი იცით, ხო და უნდა გადავიღოთ ხვალ. მაგრამ შეიძლება არაფერი არ მუშაობს. ანუ ძრავიც წარმოიდგინე 6 თვის განმავლობაში კი იქოქებოდა, მაგრამ დატვირთვის ქვეშ არ ყოფილა და მოკლედ თუ რამე მოხდება, მინდა რომ უბრალოდ გადავიღოთ. თუ რამე ხდება, რომ ვიდეოში დავფიქსიროთ რა. 1-2 დადგმას ვაპირებთ. დღეს არის უშუალოდ და ტრეკი სამწუხაროდ ისვენებს. ტრეკზე ვებს ვერ ვაკეთებთ და ტრასაზე წყნარად მთელი ბაგაბუგის გარეშე ტრასაზე 1-2-ს დავადგავთ, ნახავთ. თუ მუშაობს ყველაფერი, EUZ-19-ის ვიდეოს გადავიღებთ. თუ დავიწვით და ამოვიბუგეთ, ცეცხლი წაგვეკიდა, EUZ-19 ვერ გადარჩა და ჩვენ ან გადავრჩით, ან არა, მაგასაც გაიგებთ. ჩვენი არხით ვერ გაიგებთ, ისე გაიგებთ. გავს რაღაცას. გაიმაზა. მეხუთესთან მაზავს. Просто ამ ხმებზე პატრულები სახეს აგახევენ ქალაქში ვოჭველი. მაგრამ კარგად მუშაობს. სად იყო EUZ-19 აქამდე? მოკლედ მოვინდომეთ, რომ ელექტროსეკვენტალი ბოლოს ხო დავაყენეთ, სადაც ცეპლენია ფეხზე დავტოვეთ, მექანიკური, ანუ სითხით რომელიც იმართება რა. ჩვეულებრივ მექანიკებს როგორც უყენია ხოლმე და მაგით ანუ ვაჭერდით ელექტრომექანიკური ღერძით, ანუ ვთავდით პლუს და მინუს სიჩქარეებში და მუშაობდა ყველაფერი რა, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა და მინდოდა რომ აი საქმეში პრაქტიკულად გამომეყენებინა ეს თემა, შემექმნა პრობლემა, რომელიც ზოგადად მექანიკებზე არსებობს ისედაც. ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ ცეპლენიას დააჭირე და სიჩქარეში ჩაგდებამდე ცეპლენიას აუშვი, ნუ სწრაფად რო თავხომ ეგეთი რაღაცები ხდება, ხო? ანუ ასინქრონი მოგდის რა, სინქრონულად ვერ აკეთებ, რომ აი ჯერ დააჭირო, მერე გადართო და მერე აუშვა რა. გადაობა რა არის, იცი? მარჯვენა საჭიანები რომ ყავს, მარცხენა ხელი ვჩვევი, ანუ მარცხენა ხელი ვთავი ხა. თქვენ რა თქმა უნდა ესე ხართ მიჩვეულები. ხო და იყოს ესე მაგალითად. ხო და თუ გამაზეს რა, ყველას მოქსვლია დარწმუნებულიო, რომ აი გაუმაზეთ. ფეხი იგივე რჩება შეჭი. ფეხი იგივე რჩება. გასვაჭერდი ხა ხო? კაი, დაიგიდე. შინაარს ხო მივხვდი რა. ანუ პრობლემა არის, მოიცა როგორ უნდა ვქნა? აი ესე, აი ესე, აი, ხო. პრობლემა არის ის, რომ არის მომენტები, როდესაც აი დრაგზე გამოდიხარ ან სადმე ასინქრონიზაცია მოგდის ფეხის დაჭერის და სიჩქარეში გადართვის. ხშირად არის ხოლმე ეს პრობლემა და რა თქმა უნდა ჩვენც გქონდა ეს პრობლემა. იმიტომ რომ თუ ადრე აუშვებდი ელექტრომექანიკური აი ეს მთელი სისტემა რაც გვაქვს აწყობილი სიჩქარეში გადართოს რო ცდილობდა ვეღარ თავდა, იმიტომ რომ ცეპლენი აღარ იყო გათიშული და რა ვქენით? მოდი თლიანად ელექტროსისტემაზე ავაწყოთ ჩვენი კოლოფი. ანუ გულისხმობ იმას, რომ ცეპლენია გვექნება, მაგრამ გვექნება ელექტრო, ანუ ღილაკიანი ცეპლენია გვექნება რა.
მაგაზე დავიწყეთ მუშაობა, მოდი ახლა თან რაღაცებს განახებ და თან გეტყვი რაში გავიჭედეთ. ხო, ცოტა გავიჭედეთ, იმიტომ რომ რაღაც უცნაური რაღაც მოვიგონეთ. მოკლედ, სიტუაცია ეხლა როგორია რა? ნახე? აი ეს არის ჩვენი ცეპლენის, ასე თქვა, ვიჟიმნოი, რაც აწובה, რო პლიტა გათიშოს. ბევრს არ გეცოდინებათ, მაგრამ არა უშავს. ხო და ამ ვიჟიმნოიში აყენია ესეთი პრუჟინა. ჩვენ კიდე პრობლემა გვაქვს ხა ის, რომ წნევა, რასაც გამოიმუშავებს კოლოფი, არ ყოფნის, რომ აი ეს გაშალოს და ცეპლენია გათიშოს. ამიტომ ერთადერთი ვარიანტი და ყველაზე მარტივი ვარიანტი წნევის გაზდა კი არა ახალი ნასოსით. არამედ უბრალოდ ძლიერი პრუჟინის დაყენება. რომსაც ელიაუს დარწმუნებული ვარ ვიშო. მოკლედ, აქ კიდე მნიშვნელოვანი რა არის, იცი რა? აი ეს ტიპი რა არის ზუსტად აი იმ სისქე რომ ცენტრს მიაწვეს, ცენტრს და არა აი ამ ზედაკუთხეებს. რაც პრო ზედაკუთხეებზე მიაწვება ჩვენი გამთიშველი მით პრო დიდი ზალა დაჭირდება. ამიტომაც აი ეს გამოვჭერით, რომ ზუსტად აი ამას მიაწვეს, ანუ ცენტრს და რაც შეიძლება დიდი ბერკეტი ქონდეს დასაწყოლი. ყველა ვარიანტში ძალას შეამცირებს, ეგ იგივე რაც კანჩი რო გიჭირავს და რო დააგრძელო, მე მარტივად ხო უშვებ. აი იგივე პრინციპია ზუსტად აქაც. მოკლედ იდეა ის არის, რომ პატარა პრიხოტკები დაადო, შიგნით პაჩებნიკები და აუტი ყველაფერი არ ჩაადნო რა და არ იმოქმედოს. ნუ, მაინც ეს ასწელი ვარიანტია. თუ ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა, მე უკვე ტოკარს გავაჩარხინებ ამას წესიერად. წამოვიღეთ ეს პრუჟინები აქვთ, რაღაც ვარიანტები. აი ხა უნდა ავარჩიოთ შესაბამისი პრუჟინა და ეს პრუჟინა რისთვის გვინდა. ცოტა ხანში აგიხსნით. საბოლოო ჯამში ესეთი უცნაური რაღაცა მივიღეთ. აი ეს ჩვენი ზემოდან რკინისგან დამატება, რომელიც არის კონუსური, რომელიც არ დაჭყობის იმედია. ეს არის უბრალოდ ამის მოძრაობის საშუალება და პრუჟინა რა თქმა უნდა თლიანად ვერ ჩავატიეთ, სხვა გამოსავალი არ იყო, მაგრამ აი ესე დაედო დაახლოებით 2 ფენა გამოდის რა. რომელსაც რო ჩაწევ მაშინ აგძალა, თორე ზემოთ რა მომდის, მე ძალა აღარ აქვს და ზუსტად ეგ გვინდა ჩვენს. რავი, მოკლედ ვსადოთ, არ ვიცი რა გამოვა. მაქვს ერთი წვრილი კამერა, რომელიც ყველა ნახვრეთში შედის იდეალურად და ამ შემთხვევაში ხა ცეპლენიაში შევედით და ვნახეთ, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცეპლენია როგორ დგას, აი ეს ვიჟიმნოი, რასაც ხედავ ხა ეკრანზე, როგორ აწובה ცეპლენის აი ამ ფრთებს და აქედან უკვე აფიქსირებ ზედმეტად მოგივიდა დაგრძელება, ანუ აწובה თუ არა, ანუ ნახევრად გათიშვილი აქვს თუ არა, როდი ცხენზე არ დაგიბუქსაოს და ასე შემდეგ. აქ ეხა რაც აღმოჩნდა, პრობლემა იყო ის, რომ ცეპლენიას თითქმის უკვე თიშავდა ეს ვიჟიმნოი. და იმდენად აწוებოდა კალენვალს, ანუ მთავარ ღერძს, რომ კალენვალის ნახევარ მთვარეები დააზიანა, ანუ შეჭამა რა და მოგვიწია აქედანვე აი ამ კარტერის ჩამოხსნა, მთავარი ნახევარ მთვარეების, ანუ კლადიშზე არის ერთი ნახევარ მთვარე. მაგების შეცვლა, მადლობა მახოს ხოთშორის. მახომ გვიჩალიჩა ეგ კარგი საქმე. და ეგრე აწყობა, თორე სხვანაირად ძრავსკო პრობლემა შეექმნებოდა რა ნახევარ მთვარეებს რო თვითავს მე ერხილა. ხო და სავარაუდოდ აწყობის მერე ორი ვარიანტია. ერთი არის რომ კარტერის იქთან მხრიდან უშვებს ზეთს და მაგიტომ თხრიალეთ და მეორე ვარიანტი არის რომ ზეთის შუპი სადაც ჯდება, იქ გვაქვს პრობლემა, ანუ ცოტა ამოწეულია და წვალების შემდეგ მერე ალბათ პრობლემა ჩნდება რა. ასეა თუ ისეა, მოკლედ ახლა ჩვენ შუპს შევამოწმებ, იქნებ მაგით მოვაგვაროთ, იმიტომ რომ დღეს ამ მანქანაში ამდენი ხანი რო ვიძახით პაკელოთქო, უნდა ჩავასხათ ჩვენი ძვირფასი იტალიური ზეთი პაკელო. ეს არის ჩვენი პაკელო, ამ ძრავისთვის ავარჩიე 1060. დიდ დატვირთვებზე მოგვიწევს, მაგრამ აქვე გეტყვით რა, რომ 1060 ცოტათი სქელია ვიდრე საჭიროა ამ ძრავისთვის, ანუ ცოტათი სქელია, რაც ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად თუ დრიფტზე გამოდიხარ და მანქანას აწვალებ, სადაც დიდ ტემპერატურებზე შეიძლება
ავიდეს რავი, მაშინ სქელი ზეთი კარგია, იმიტომ რომ ზეთის წნევა იქნება კარგი. მაგრამ თუ ქალაქში გადაადგილდები 1060 მაინდამაინც არ გირჩევ, ანუ იმენა რეისინგ სერია არის 1060. თუმცა რავი, დრიფტერებს გამოგვადგებათ ძალიან რა. რავი, King of Drifts-იან GDS ვინცად იხართ. ნამდვილად გამოგვადგებათ. ეხლა როგორ ვქნათ, რომ კურტკაში არ ჩავისხათ ზეთი. მაშინ უნდა გაიქო. არა. ნახე, Magic. სპას უნდა თხოვო და სპასს Magic. Bolt კი ამოვიღოთ მე მაგნიტით. ეხლა აპორით გამოვას ხავს. ჩემი კაი, მაინც. რა ნაპორით ასხავს, ნახე და როგორი გათხელებულია. მაგარი გათხელებულია ზეთი. და ტურბო ძრავისთვის ნელ-ნელა უკვე საშიში ხდება ესეთი რაღაცეები. აი, დაგვერხა? აუ, ვიდეს განმოსოს, რამე იყო. აი, დიდი. აი, გაი. ის მოი. მაიცა? რა პრობლემა? თან ძალიან ასხავდა უკვე. კაი, всё, აქ. აქ ყველაფერი რიგზია. უნდა შევამოწმოთ ზეთი გაგვივა თუ არა ცოტა ხანში. სხვათა შორის რა. პაკელოს რევიუს რო უყურებდი, ანუ თვითონ სად გამოიყენება, რა შვებიან, რაში იყენებენ, რა მანქანები დადის, რა მოტოები დადის. იტალიაში ძალიან პოპულარული არის ბაიკები და ძალიან ბევრი მოძრაობს იტალიაში. მოტოციკლეტების რა. და სპორტულ მოტოციკლეტებზე გეცოდინებათ, რომ ძალიან ბევრს ტრიალებს, ანუ ну არის ზოგი 12-13 ტრიალებს, ზოგი 16 ტრიალებს და ასე შემდეგ და აუცილებელია რომ ბაიკში ესხას ძალიან კარგი ზეთი. და პაკელოს ძალიან დიდი გაყიდვები აქვს ბაიკებზე. ანუ ბაიკებში ყიდიან და ყიდიან რა. და პაკელოს აქვს ბევრი პრიზი მაგასთან დაკავშირებით და ბაიკში ფიზიკურად ცუდი ზეთი რო ჩაასხა, ისტუკება. ან ყველა მიცის რომ ზეთი აუცილებლად მაღალ ბრუნზე განსაკუთრებით კარგი ზეთია საჭირო რა. ხო და ერთ-ერთი არგუმენტი ჩემი კიდე ამის არჩევის იყო ზუსტად აი ეგ რომ ანუ თუ ქარხანას აქვს ტექნოლოგია ისეთი რომელიც ბაიკებს აკმაყოფილებს და ძალიან მაგრად მუშაობს შესაბამისად ტექნოლოგიურად ეს კარგად არის განვითარებული. და ნუ არა მარტო ეს ხო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხმარობენ საკმაოდ კარგ მანქანებში, რავი, ადრე ჩამოგითვალეთ Ferrari, Bugatti და 24 საათიანი რეისებში და რბოლებში და ასე შემდეგ რა. ხო და საბოლოო ჯამში მოვედით აქამდე რომ ჩვენ თუნდაც გავტესტავთ და ვნახავთ მით უმეტეს თან. ცოტა ხანში ჩვენ ძრავის ამოღება დაგვჭირდება, შეხედვა და შემდეგ ახალი ძრავის ჩადება და შემოწმება. ნუ რეალურად გაიტესტება ზეთი ახალ ძრავში, იმიტომ რომ ეს ძრავი არ გვაქვს ჩვენ გახსნილი და აქამდე არ ვიცით რა მდგომარეობაშია, შეიძლება კლადიშები და ასე შემდეგ უკვე დახაზულია და ვერ გავიგებთ ამ ზეთთან როგორ იმუშავა, ხოლო შემდეგი ჩუგუნის ბლოკი რაც ჩაიდება, რადგან ჩვენი აწყობილი იქნება, ყველა დეტალი გვეცოდინება, რომ აი ესეთი კლადიშები ჩავდეთ, იმუშავა და ესეთი ამოვიღეთ რა და მაგასაც რა თქმა უნდა თქვენც განახებთ და ყველაფერს აგიხსნით რა როგორ დაიჭირა წნევა, როგორ იმუშავა და ასე შემდეგ. ასევე Tuz Motors-ისგან ჩვენ წამოვიღეთ Satos ბრენდის ესეთი აპორნებია და ხუნდები ჩვენი BMW-ისთვის ერთი რაც არ ვიცით ეს ავარჩეთ ზომის მიხედვით და ამის სიმაღლე დაემთხვევა თუ არა BMW-ზე ეგ უნდა მოვსინჯოთ რა. მაგრამ კარგი არის ის რომ არის დახვეტილი, არის გაგრილებით და ბევრ მოდელზე აქვს თვინეს თუ გაგისწორდებათ ესეთი დახვეტილი აპორნები. შეგიძლიათ მოიკითხოთ
თქვენს. მაგრამ დღეს უფრო ჯერ ყოლოფის მუღამი მაქვს, ყოლოფის თემები გავმართოთ ბოლომდე და მერე გადავიდეთ ამებზე, თორე ენერგიების სწორად უნდა გადავანაწილოთ. წავედით. პირველ რიგში რა, ეს არის ხელის მუხრუჭის რიჩაგი, რომელსაც დრიფტერები ხმარობთ ხოლმე იმისთვის, რომ ჩვეულებრივად უკანა ტორმუზი, ანუ უკანა მხარეს კონდეს ტორმუზი და ვიხმაროთ როგორც რუჩნიკი, ხელის მუხრუჭი, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ გავაკეთეთ ეგეთი სისტემა, ანუ აქ ეხა არ ჩაგახედებთ, მაგრამ ორი ცალი ესეთი სენსორია რა, მექანიკური სენსორი, რომელიც ესეთ რაღაცას შვება რა, რომ ეს არის მაგალითად აი წინა სიჩქარეში ჩაგდება, ეს არის უკანა სიჩქარეში ჩაგდება რა. ანუ პლუს და მინუს აკეთებ ამით. მეორე კარგი რაღაცა რაც გავაკეთეთ და მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ამას გეტყვით რატო გავაკეთეთ. თუ სალონი არ დავშალე მე განახებ. მეორე ჩვენ პატარა აპდეიტს. პირველად საქართველოში ჩვენ გვაქვს remote სიჩქარეების display, ანუ Wi-Fi-ზეა. ეს უკავშირდება კოლოფს და დროა. სულ მინდოდა ამის გაკეთება. ახალი. ეს უკავშირდება კოლოფს და იღებს რომელ სიჩქარეშია რა. ანუ ეხა აჩვენებს თუ დააკვირდები 1-ს და 9-ს. ანუ პირველშია, მაგრამ კალიბრაცია უნდა კარგი, რომ მარტო პირველში აჩვენოს. ანუ ზოგჯერ კარგავს იმ სიჩქარეს, რომელშიც არის რა. მაგას კალიბრაციებსაც მოგიყვებით რა. მაგრამ ეს იმიტომ კი არ გავაკეთეთ, რომ აი ესე ვიდგეთ და ვიმარიაჟოთ. ეხა გეტყვით, რატო იყო ეს საჭირო. ეს სისტემა მთლიანად არის Arduino-ზე აწყობილი და Arduino ცოტათი დებილი იყო და გადავედით ESP32-ზე რა, მაგრამ კოდი Arduino-ზე ვმუშაობთ ისევ რეალურად და პროგრამული კოდი იგივე დავტოვეთ, პატარა აპდეიტები გავაკეთეთ. მაგრამ რატო გადავედით Wi-Fi-ზე ვიდრე ASG გარი ხო გახსოვს? ამას აღარ ვიყენებთ. ASG გარი ხო გახსოვს წინაზე რო ვიყენებდი, სადაც სიჩქარეები ეწერა ხოლმე რა. ეს გქონდა მიერთებული პირდაპირ AM სისტემაზე. და პრობლემა იყო ის, რომ როდესაც ნატურები ინთებოდა, Arduino-ს აკლდებოდა ძალა. და Arduino-ს ძალა რო აკლდებოდა, ანუ სიმძლავრეს ვიძახი, თვითონ დენის სიმძლავრეს ვიძახი. კალიბრაციას ერეოდა რა. ეხლა აი აქ 1 და 9 რო ციმციმებს, ეგ იმის ბრალია, რომ აქ დამონტაჟებული რელეები, როდესაც ირთვებიან და ითიშებიან, კალიბრაციას, ანუ პროგრამულ კოდში რაც არის კალიბრაცია, აი პირველში როდის არის ჩაგდებული, მეორეში და მესამეში ირევა. ანუ ეგ ყველაფერი არის ვოლტაჟების მიხედვით რა და ვოლტაჟი რო თამაშობს, ავტომატურად იცვლება სიჩქარეების გადამრთველის მაჩვენებელი. და ხან 1-ს აჩვენებს, თუ დაიკარგა, მერე 9-ს აჩვენებს, რა 9 არის მაგის სიგნალი. შეგეში რა. წამომივაწვეთ. წამომივაწვეთ. მიდი ცოტაც, მიდი. ვაი, გრაციმზიმი. მოკლედ ეხლა მე და ცუგო აგიხსნით, რა უნდა გავაკეთოთ აქ. ხო ცუგო. სადა ხარ? აი აქ არის. ესე იგი, ეს არის ჩვენი კოლოფი. და საქმე იმაშია, რომ დაждები? საქმე იმაშია, რომ ეხლა ამ ყველაფერს გათიშვას ვაკეთებთ ფეხით, ცეპლენით, მექანიკურად და ერთ-ერთი სოლენოიდი აი აქ უზრუნველყოფს იმას, რომ სუგო ვიღებ რაღაცას. უზრუნველყოფს იმას, რომ ცეპლენის სოლენოიდი პირდაპირ შევიდეს სისტემაში, მოიცა განახები. შეიძლება ვერ მიხდე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა რომ აგიხსნათ. აი ეს ტიპია, რომლის მეშვეობითაც მოკლეზე, ну კონკრეტულად აი აქ გავუშვებთ სითხეს პირდაპირ სისტემაში და არა ჩვენი მექანიზმით, ანუ ფეხის ბერკედით. მოკლედ როა ეს უშურად. მაგრამ მარტო ეგ პრობლემა არ იყო, ანუ ამ ცეპლენის დაყენებას მოყვა სხვა უამრავი უცნაური პრობლემა, რომელსაც ჩვეულებრივ პროექტში ვერ შეხვდები ფიზიკურად რა. ხო მართლა, ნახე, ხერო სილვია წერია იქ და ჯიგარი ხარ ვინც დააწერე. რადგანაც ზოგჯერ გარეშე გვიწევს ხოლმე მარტო ყოფნა, იმიტომ რომ ყველას ყოველთვის არცალია, მაგიტომაც ვიყიდეთ არჩეულებრივი ჯეკი. რომელიც იქნება ჩვენი ძმაკაცი.
აი აქ არის და გადაცემათ კოლოფის ჩამოღებაში მოგვეხმარება ხოლმე რა. ეხლა კიდე უსვათ ავაწყობთ. და ვნახავთ ერთი რამ სიმაღლე ბიჭია. ცოტა გავიარეთ, გამოვიარეთ. ყველაფერი მუშაობდა. მაგრამ რაღაც მომენტში ცევლენია აღარ გათიშა. ხო და ნუ რაღაცაზე გვიჭუბდი, ვაწვალე, მაგრამ ზუსტად ის აღმოჩნდა, რაც მეგონა. მანქანამ გაასხა. აი ეს პირდაპირ მნიშვნელობით რა. აი ჩვენი ზეთის კვალი, აი ეგ ნაბუდიალები წინ და უკან. აქეთ. მოკლედ რადგან საჭიროა მაღალ წნევებზე მუშაობა და მაღალ წნევებზე იმიტოა საჭირო მუშაობა რომ სწრაფად გააკეთოს ყველაფერი ამ კოლოფში რაღაცა არ იყო გათვლილი იმის რომ მაღალ წნევაზე იმუშავა ამ კოლოფს ნუ ბუნებრივიც არის პრინციპში სიმართლე რო გითხრა ვიტირებ ხა მოკლედ მოხსენი და მოდი ერთი ხელით განახებ პრინციპში აქ რა ხდება ისე იგი აი ეს წინა ხარი არის რავი დაფშნილი არ არის ანუ აი სავარაუდოდ აიქნა სადაც წნევა აწვება ან სალნიკამა ვერ გაუძლო ან ზედმეტად გამოვიდა ჯერჯერობით ანალიზია საჭირო რა. მაგრამ დედა რო ეტირა იქ ფაქტია. ეხა რას ეტირა დედა? ეგ არის გასარკვევი. გაუზელი როგორღაც არ ვიტირე. და ეხა გეტყვი რატომ. ჯერ აგიხსნი საერთოდ რა პრობლემა იყო. აჰი. აი ეს არის. აი ამაში სალნიკი და ეს სალნიკი უბრალოდ გასკდა. всё, მორჩა ამის. ის უცხო. მაგრამ არის ჩემი ბრალი. იმიტომ რომ კაროკა დადიოდა წინ და უკან და სალნიკი გადმოვიდა თავის კალაპოტიდან მოკლედ ბევრი რო არ აღიჩნა ესეთი მეორე კიდე გქონდა და ამიტომ უკვე დავაყენე ყველაფერი აზბურილია ზეთი ისხმევა აი გვერდიდან და ეგაც შევავსე უკვე და ეხა რაც დაგვრჩა არის ის რომ იგივე არ დაგვემართოს და იგივე რო არ დაგვემართოს კაროკა უნდა დავამაგროთ ბევრად კარგად ვიდრე აქამდე გქონდა სავარაუდოდ ბრეზბები სადაც არის მოწყვეტილი, რაღაცა იქ უნდა მოუხერხოთ. თუ არ გავაფართოვეთ ნახრატები, ჩვენ კიდე მაგის სპეციალისტები ვართ. აი მაგალითად ნახე რა უცნაური პრობლემა იყო. ელექტროცეპლენის გამო მანქანა იძრება ძალიან უხეშად რა. ეხა განახებ როგორც იძრება და შენ თონეს მიხვდები. ანუ აწრიპინებს საბურავებს. თან გაითვალისწინე რომ 3 დისკიანი ნასკარის ცეპლენი აგვიყენია. ანუ 3 დისკია და უძლებს დაახლოებით 1000-1200 ცხენს. ნასკარში ეგრე აქვთ, ეგრე დადიან. ხო და ჩვენ რადგან გვინდოდა ბევრი ცხენი, მეთქი დავაყენოთ 3 დისკიანი. და უყურე ხა რა ხდება? უხეშად დაძვრის დროს ამ E39-ზე არის MS-43 საკმაოდ ჭკვიანი კომპიუტერი აღმოჩნდა ისე მე არ მეგონა თუ ამდენი იცოდა ამ კომპიუტერმა და უყენია, ანუ პროგრამულად წერია torque limiter-ი რა. torque limiter-ი რა არის? რომ თუ ზედმეტი torque, ანუ ზედმეტად დაიტვირთ ამ მანქანა რა, არ მახსოვს მეგონი 10 წამიანი დილეი აქვს, ანუ 10 წამი ავარიულში არ ვარდება და 10 წამის მერე მოდის ავარიულის რეჟიმი. და საერთოდ ანუ 1200 თუ 1000 პლუს ვეღარ ააცილებს ზემოთ. ანუ ავარიულში ირთვება. და всё დარხეული აქვს, ანუ ერთად ვეღარ მიდიხარ და როგორც გადავედით ამ ელექტროცეპლენიაზე დაგვერხა, ანუ 10 წამზე მუშაობდა, 10 წამის განმავლობაში მუშაობდა ძრავი, მერე შტერდებოდა, ავარიულზე იყო გადართული, პროგრამულად რაღაცები გავთიშეთ, გამოუთიშეთ, მერე საბოლოოდ დიაგნოსტიკას რო ვაკეთებდით, მივაგენი რომ ესეთი მოუდი არსებობს MS-43-ში, აწერია
level monitoring 2 არის სისტემა რა, რაღაც მონიტორინგის მეორე დონის სისტემა, რომელიც რაღაცებს აკონტროლებს. მათ შორის არის ეს torque level control-ი, ანუ ზედმეტი დატვირთვა ხო არ მიიღო მანქანა. და ეგ გავთიშე რა. და რო გავთიშე, ეგ პროგრამულად ითიშება, შეგიძლია გათიშო. აღმოჩნდა, რომ აი ზაჟიგანიას როგორც კი გადაწევ, ბენზინის რელი და მთავარი რელი რატომღაცა ციმციმებს და მე მანქანას ვეღარ დაქოქავ. ანუ რაღაცა შეუთავსებლობა ხდება მე რა, პროგრამული შეუთავსებლობა ხდება და ნუ ეს გამოცდილება თუ არ გაქვს ვერ მიხვდები. არც აწვალებს ალბათ არავინ რა, ანუ ესეთ რაღაცეებს და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გვიყვარს წვალება მანქანების. და მაგიტომაც ესეთ პრობლემას შევეჭეხეთ და ეხლა დაძვრას რაც შეეხება განახებ როგორ იზრდება მანქანა მოიცა ანუ ეს კარგად რო აღიქვა რა აი რატო ალიმიტებს ამის კომპიუტერი ზედმეტ თორქს ანუ საიდან ხედავს ზედმეტ თორქს ერთი ცდაც მოკლედ ეს არის უბრალოდ სეპლენიას ნელა რო აუშვა მაგრამ მანქანა რო დაძრა რეალურად გჭირდება ცოტათი მაღალი ბრუნი დაახლოებით 2000-დან მაინც უნდა დაძრა ეხა 2000-ზე დავიჭერ ცა აი ეს არის თითქმის მოიცა აი ეს არის 2000 წავიდა ანუ ხვდები რა შარში იყო MS-53 და როგორ კარგად ხვდებოდა რომ რაღაც საშინელება ხდებოდა რა. ასე იყო თუ ისე იყო, დავიწყე ფიქრი მეთქი ეს პრობლემა როგორ უნდა მოვაგვაროთ და მოვიფიქრეთ ეგეთი რაღაც, რომ მოდი პოტენციომეტრზე ავაწყოთ დაძვრა. ეხლა მაგას განახე. პოტენციომეტრის სისტემა რა, ვინც არიცით და ალბათ ბევრს არ გეცოდინებათ, არის ესეთი რაღაც. ესეთი წარმოიდგინე მექანიზმია, რომელიც აი ამას რო ჩამოწევ და ესე რო გადაწევ, შეგიძლია აი რამდენად ჩავიდა ეს ღერძი. ეგ გააგებინო კომპიუტერს, მათ შორის Arduino-საც შეგვიძლია გავაგებინოთ. აი წარმოიდგინე რომ აი ეს არის წარმოიდგინე რომ აი 0-დან 5 ვოლტი წარმოიდგინე ეს და ეს არის 0.9 ვოლტი ეს 1 და 3 ეს 2 4 და 5 რა. და ვიფიქრე რომ მოდი ესე გავაკეთოთ, ანუ ამ სისტემით ავაწყოთ დაძვრა და შევეჩეხეთ სხვა პრობლემას. საბოლოო ჯამში ლეპტოპიდან კი დავიწყეთ გადაპროგრამება ყველაფრის და რაღაცეების ტესტირება პროგრამულად, მაგრამ მარტო პროგრამულად არ არის საკმარისი, რომ ყველაფერი შემოწმო, ანუ მექანიკურადაც უნდა გადართო და გადართვის მომენტში უნდა ნახო, მუშაობს თუ არა ის, რაც დაწერე კოდში. ამიტომაც ამ წეზე ჩამოსვლით რომ დავიღალე, ერთი კაბელით უბრალოდ გამოვიყვანე USB კაბელი კომპიუტერში შევაერთე და ღილაკებზე გადავიყვანეთ სიჩქარეებში გადართვა პლუს მინუსი და ასევე სეპლენიაზე დაჭერა. საბოლოო ჯამში ესე თან უყურებდი რა ხდებოდა მექანიკურად, ანუ მართლა გადაირთო თუ არ გადაირთო, სეპლენიას რამდენად თიშავდა და ზოგადად როგორ მუშაობდა გადაცემათა კოლოფი. საქმე არც მარტივად არის. ძალიან მაღალი წნევა უნდა რომ ყოველთვის სეპლენია გათიშეს ხოლმე. და ვფიქრობდი იმას რომ აი მანქანა დატოვებული თუ დაქოქე, სულ მაღალ წნევაზე ეს ნასოსი მოკვდება. ამიტომ ეხა გადავაპროგრამებთ ისე რომ მაღალ წნევაზე იმუშავებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეიტრალში არ არის. ანუ თუ ნეიტრალში არ არის, ესე იგი საბრძოლო ვითარებაშია მინიმუმ რა. ან შეიძლება ქალაქში დადიოდე მაშინას მაღალი წნევა გჭირდება, იმიტომ რომ სიჩქარეებში გადართვა გჭირდება. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ნეიტრალში ექნება დაბალი წნევა. პირველად გადართავს სიჩქარეში პირველში და პირველის მერე სულ მაღალ წნევას დაიჭერს რა. გონია რომ ეგ გამოსავალი არის. თუმცა საქმეში რამდენად იმუშავებს, ეგ უნდა გავტესტოთ. You see my halo, untamed no cage ho, dripping through the payroll. I'm about my banknotes, good look they taking those. What if we waiting on? It's what I pray.
ზოგჯერ მეგობრობა სიტყვებით იწყება, ზოგჯერ სიტყვებიც არაა საჭირო. მე და ჩემი ცუგო არასდროს ვლაპარაკობთ ერთ ენაზე, მაგრამ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის. მთელი კორონას პერიოდი, დრიფტის ჩემპიონატი, ძრავების აწყობის პროცესში სულ ჩვენთან იყო. ყოველი გათენებული ღამე, ყოველი ძრავის შეცვლა, ყოველი წარმატება ან იმედგაცრუება, ცუგო ამ ყველაფერს, შორიდან არ უყურებდა ხოლმე. ცუგო იყო ყოველთვის ამ ყველაფრის ნაწილი. ტრეკზე ხშირად მელოდებოდა ხოლმე. შორიდან მანქანის ხმას ძალიან კარგად ცნობოდა და როგორც არ უნდა ყოფილიყო, გამორბოდა ხოლმე გიჟივით სულ. ხშირად იჯდა ხოლმე ხელსაწყოებთან, მიყურებდა როგორ მუშაობდი, რას ვაკეთებდი, დამყვებოდა ხოლმე ნაწილების გასარეცხად ან გვერდზე გარაჟიდან საბურავების გადმოსატანად. ძრავების ბღვილი, დრიფტი, ტრეკზე სიარული, საბურავების კვამლი, ცუგოსთვის გახდა ყოველდღიურობა, სადაც ბედნიერად გრძნობდა თავს. მაგრამ ერთ დღეს ასე უბრალოდ გაქრა. ზუსტად ასე, არც დამშვიდობება, არც ნახონდის. დარჩა ცარიელი ავტოფარეხი, ხელმხლებელი მცუგოს წყლის ჭიქა. ყველგან გამოაცხადე, ბევრი ვეძებე, ბევრი მსგავსი ცუგოს ფოტო ჩამიგდეს, ვიდეო ჩამიგდეს, ტრეკის გარშემო ტერიტორიები დაოთვალიერეთ, ახლო-ახლო სოფლებშიც ვიყავი, მოვიარე, ნახე მსგავსი ცუგოები, მაგრამ არსად ჩანდა. სიმართლე გითხრა, არც ვიცი ჯერ სადმეა და კარგად გრძნობს თავს, თუ უბრალოდ სამუდამოდ წავიდა. ასეა თუ ისეა, თუ გესმის ცუგო, როგორმე, რამენაირად, იცოდე რომ ეს გარაჟი, ეს მანქანები და ყოველდღიური მუშაობა შენს გარეშე ბევრად ცარიელია. Simba. რადგან სამდისკიანი სისტემა გვიყენია, სამდისკიანი სისტემის გათიშვა არის ძალიან რთული. აი ფეხითაც რო იგრძნო რა, რო აწვევი. იმდენად მყარია, რომ საშუალო არ აქვს რა, აი მაგალითად ნახევრად რო გათიშოთ, აი სილვიაზე მაგალითად სამდისკიანი გვიყენია. არ შეგიძლია რომ ნელა დაძრა. ესე იძრება ისაც, აი რესკად უნდა გაარტყა და მანქანა მიდის რა. ანუ ნელა ვერ დაძრავ. პლუს ამას კიდე ეხლა აგიხსნი რელეს თემას, ანუ რელე რომელიც კავშირშია დაძვრასთან მიმართებაში რაღაც ჰერცებით უნდა მართო ეგ რა. ეხლა რელეზე გადავიდეთ უცბად. ორე, ეს ხო არის? ეხლა ცეპლენიაზე მიდგას. უსმინე? და ვიჟიმნოი რა აწובה რა და აი ამას ვაკეთებ, აი უყურე. ეს ვიჟიმნოის ესე ურტყავს და ნელა გამოდის რა. და ეგ ყველაფერი ის გამოხდება, იცი? იმიტომ რომ აქ გვაქვს Arduino-ს დებილი რელე, რომელსაც ჰერცი, ანუ იმპულსის გაშვების სიხშირე რა, აქ ბევრად დაბალი ვიდრე საჭიროა. ანუ კარგი რელე უნდა მუშაობდეს, როგორ იცი, რომ იმპულს რომ იცემ Arduino-თი ეგრევე მუშაობდეს და ამას აქ ამ დებილს აქ დაგვიანება. ამიტომ ესე ციტოსი ჩემი ბრალი არ არის მაგას ვიცი სხვა ბრალები ხოლმე რელის ბრალია ძმაო ამ პოტენციომეტრით რაღაცებს ტესტავდით ხოლმე რა ანუ ხელში მეჭირა და ცეპლენის გათიშვა მქონდა ესე ხელით რო ჩამოუწევდი ცეპლენი ეთიშებოდა და ეგას ხო რეალურად შეგრძნებაში გიშლის ხელს რა მანქანის დაძვრა რო გინდა ხელით დაძვრა არის რთული არ ხარ შეჩვეული ფიზიკურად ამიტომაც მეთქი რა ვქნათ და მოვიფიქრეთ ეგეთი რაღაც მოდი აი ეხლა აქ რამდენად გამოჩდება არ ვიცი მაგრამ ცეპლენის პედალი ისე ვაყენია აი ეს ცეპლენის პედალი ისე ვაყენია მაგრამ გამოერთებული არის ბაჩოკზე რო ერთდება ხოლმე ხო იცი როგორ ვაჩვენე ჩემი კაცი ბაჩოკზე რო ერთდება ესეთი ტიპია რომელშიც ღერძი შედის და მაგ ბაჩოკიდან მოვხსენით ეს ცეპლენია საერთოდ და დაუყენეთ სპეციალური პრუჟინა რო ზემოთ იყოს ამოწეული ცოტა ზემოთ არის ბოლომდე არ ვარდება და დაუყენეთ ერთი ცალი აი აქ პატარა სენსორი რომელიც არის ტრიგერი ასე ვთქვათ ღილაკი იმისთვის რომ ჩვენ მივხვდეთ როდის გვაქვს დაჭერილი ფეხი ცეპლენიას და როდის არ გვაქვს რა საბოლოო ჯამში ჩვენ აი ამითი ეხ ცეპლენიას ვადგავთ და თუ გაიგონე ეხა ხმა მატორი ჩაითო რომ სითხე დაეკაჩავებინა კოლოფში რო ცეპლენია ანუ გავთიშოთ და როგორც კი ამას აუშვებ უსმინე ეს არის ჩვენი ნელი დაძვრა რამდენად ნელია ეხა მაგას შეგვიძლია ვიმშილოთ. მაგრამ ეს არის ჩვენი ნელი დაძვრა. მოკლედ, ასეა თუ ისეა.
რა პრობლემები აქვს აი ქალაქში სამოძრაოდ და რამდენად პრაქტიკულია, მაგისთვის რეალურ პირობებში უნდა გავტესტოთ. ანუ ჯერ ქალაქში გავიაროთ, იმიტომ რომ ეს მანქანა ეხა იმენა ტრეკის მანქანა არ არის რა, ანუ შეიძლება ქალაქშიც მოგიწიოს გასვლა, იქ ტრეკზეც იმაიმუნო, ადგილებში მოადრიფტაო, ვიღაცას დაუდგე ტრეკზე და ასე შემდეგ, ხო და ნახოთ ეს კოლოფი როგორ მუშაობს, ანუ რა პრობლემები გვექნება. მე ჩავერთოთ ისევ და მოგიყვებით რა შეგრძნებებია და თან რა ვიდეოში ალბათ გეტყვით რა სადმე გავიჭედებით არ გავიჭედებით გეტყვით ყველაფერს რა. კაი, მოკლედ დღეს პირველი ტესტია. მიხარია რომ აქამდე მოვედით ძლივს, იმიტომ რომ რაღაც 7 თვეა ეს მანქანა დამწნებული ყავს გარაჟში და კაია რომ ძლივს გამოვაგორეთ და თქვენს განახეთ და მახსოვს რამდენი წერდით რომ ეს 39 სად არის, გადაიღეთ და ხო არ მორჩა იქ პროექტი და რაღაც. არა, არ მორჩა, უბრალოდ სისხლი გაგვიშრო. მართლა სისხლი გაგვიშრო. წავედით მოკლედ. თორე ხა ეწყინება და რაღაცას გაგვიჩალიჩებს. ჩვენი დრაგი სერიების წარმომდგენი არის სოკარი საწვავი და როგორც შეგვიძლით წინა ვიდეოდან რენდომად ავარჩევდით ჩვენ ორ მაყურებელს, ჩვენ ორ გამომწერს და გადავცემდით სოკარისგან 50 ლიტრიან ვაუჩერს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე იყო, სიარულის მერე შევამჩნიე რომ კოლოფს აქვს თავისი ზეთის წნევა რა, რის მიხედვითაც საშუალება აქვს რომ რაღაცა გუშებს შიგნით მიაწვეს, მოაწვეს, სიჩქარეში გადართოს, ან ცეპლენია გათიშოს, ან ასე შემდეგ და ეს წნევა არ არის საკმარისი იმის გამო, რომ ნასკარის სამდისკიანი ცეპლენია გვიყენია და ძალიან რთულია გათიშვა. ამიტომაც გადავწყვიტე რომ მოდი 2 ცალი სითხის რეზერვუარი ხო არ დავაყენოთ იმის გამო რომ კოლოფში ზეთის წნევა კონდეს უფრო მაღალი. აი ეს არის რაც გვინდა, აი. აი ეს უნდა დავამატოთ ახლა ჩვენ. ორ მხარეს უნდა დავაყენოთ, ეგ უნდა გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ ან აქეთ უნდა გავუშვათ, ან აქეთ. ანუ იქით ძრავიდებს მე მგონი, ძრავი, ელექტროძრავი გულისხმ. არჩევ ერთ-ერთი შტეკერია, რომელიც უნდა მოუხსნა და გავარკვიო. მაგის მიხედვით რა უნდა გავჩერხოთ. არჩ ყველაზე ნაღდი არის რომ რაც შეიძლება მალევე დაიწნეხოს სითხე კაროპაში, ანუ თავარი მუღამი არის რომ მალევე შეავსოს სისტემა. ასე რომ რეზერვუარს რაც უფრო ახლოს დავაყენებ, მით უფრო უკეთესი იქნება. ესე იგი, აქედან გამოედინება სითხე, აი ამ ადგილიდან, ad არის ფოკუსი. ესე გადმოდის და ჩადის მერე რეზერვუარში, სადაც რომელიც იდგა აქ. ხო და ჩვენი იდეა არის ის, რომ აი აქედან რაც შეიძლება მოკლე მანძილში დავაერთოთ მეორე რეზერვუარი, აი სადღაც აქ. ხო და მეორე რეზერვუარი როგორც გითხარი არის ეს და ორი რეზერვუარით მგონია რომ წნევა იქნება უფრო სტაბილური, ნაკლებად დაიცლება და პლუს ერთი პრობლემა რასაც ვფიქრობ შეიძლება შეიქმნას არის ის რომ ამას კარტერი ხო აქვს, თავის მოცულობა ხო აქვს კარტეს, ანუ რაღაც ზეთი ხო ისხმება რაღაც რაოდენობით და ასოსი რო დააკაჩავებს
შეიძლება კარტერიდან სრულად ამოწოვოს სითხე. ანუ ყველა ვარიანტში უნდა დავამატოთ რა სითხე, რომ მეტი სითხე იყოს. მაგრამ პრობლემა შეიძლება შეიქმნას ის, რომ რეზერვუარები არ მძრავს რო ჩააქრობ, რო დაიცლება ორივე რა. მაგ შემთხვევაში შეიძლება კარტერი გადაივსოს ზეთისგან და მოხდეს დაღვრა. ხო და ეგ ყველაფერი რეალურ პრაქტიკაში თუ არ ვქენით, ჩემ ფეხებს გავარკვევ. ამიტომაც უნდა ავაწყოთ. всё, მოვახციეთ ჩვენ ადგილას სტოკართან, მოიცა გაგწმინდო. ზომები გვაქვს, რაც მთავარია, აი სტანდარტი გვინდა.ად არის. აი სტანდარტი გვინდა და ეგ არის. განჩენი უკვე შევიტანეთ. ისო? всё, აქ არის ყველაფერი. ჩვენი გრუშა, სადაც წნევა იქნება და აი სტანდარტი. ერთ-ერთი სტანდარტი გადავამოწმოთ. მოკლედ ეს მილი გვაქვს ორ მხარეს და რამე რო არ გავმაზოთ, უნდა ვნახოთ ერთი და იგივე არის თუ არა. კი, ერთი და იგივე. კაი, მოკლედ გადამყოს ვაკეთებ და ტრაინინგს ვაკეთებ ახლა. მოკლედ მზად არის ყველაფერი. ეხა კარგად აგიხსნით რას ვაკეთებთ რა. ადრე მაგალითად აი მილიდან მიდიოდა პირდაპირ ერთ რეზერვუარში სითხე და მთელი წნევა იყო აი აქ. ეხლა აქ უკვე ტრაინინგი ვიზის, აი აქ აქვს ერთი ნაფროტი, რომელიც მეორე მილით, ანუ ესეთივე მილით წავა მეორე რეზერვუარში და გვექნება ორი პარალელური რეზერვუარი რა. და სამაგიეროდ წნევას შევინარჩუნებთ ბევრად დიდხანს, ვიდრე აქამდე იყო ეს ყველაფერი. მოკლედ მოვახდით გარაჟში. შენ არ წაიქცე ხვეწები ცოტა ხანი და ახლა რა ეტაპამდე მოვედით? ტრაინინგი გადავწყვიტე რომ პირდაპირ რეზერვუარზე იყოს დაერთებული, იმიტომ რომ რაც ნაკლები მილი იქნება, მით უფრო ნაკლები წნევის კარგო გვექნება და უცბად გავა სითხე რა. ხო და ეხლა რასაც ვაპირებთ, ჩვენ აი ესეთი რეზერვუარი გვაქვს მეორე მხარესაც კოლოფის ცოტა ხანში გამიხებ. და იდეაში წარმოიდგინე აი ნასოსიდან რომ მოდის აი ესეთი მილი და პირდაპირ მიედინება ქარხნულ აი ესეთ რეზერვუარში. შუაში აი ამას გადავხსნით. წამოვა აქ, ამაში შევა და პარალელურად გაიცება ესეთი მეორე რეზერვუარი რა. და მგონია რომ ეგ საქმეს უშველის. ხოდი ახლა მეორე რეზერვუარსაც განახებ, არემ მგონია რომ საინტერესოა. ნახე, აი ეს არის კოლოფი ჩვენი და აი რეზერვუარი რა არის, აი ეს, აი ნახე, ეს გრძელი ტიპი, მაინც აუკვინდანს განახებ, ზუსტად იგივეა რაც აი გვიყენია. მაგრამ აი ეგ სად უნდა დავაყენოთ მეორე? აი ეგ თუ ჩაეტევა ძალიან მაგარი იქნება. ეხლა ზეთი სითხე დავცვალო თუ არა მაგას ფიქრობ, იმიტომ რომ შეიძლება დაიცალოს უცბად და ეგ მე არ მაწყობს. იცი მოვიფიქრებ ეხლა. მეორე დავამატე, მოკლედ. და მაინც არ შველის. ანუ თავარი პრობლემა, როგორც ხვდები, არის თვითონ სამ დისკიანი ნასკარის ცეპლენია, რომელიც დიამეტრში პატარაა და რაც უფრო პატარაა, მით უფრო გიჭირს მიწოლა რა. ხო და მე ვფიქრობ, რომ აქ კიდე ერთხელ ეხა გავტესტოთ, ვნახოთ. აი წვალების დროს ხელის მუხრუჭს რო ამოწევ, ცეპლენიას რო დაადგავ, სადმე გაძრომა რო გინდა, ჩაყენება რო გინდა, რანაირად იქცევა მანქანა და ეგ ინფორმაცია უფრო კარგად გვეტყვის მერე რა აპდეიტი შეიძლება გავაკეთოთ რა. მოკლედ ეს თუ არ გამოდის, მაქვს კიდე ერთი მეთოდოლოგია, რასაც ვფიქრობ რომ გავაკეთოთ. როგორი რაღაც გაკეთება შეიძლება, იცი რომ წარმოიდგინე ზიხარ საჭესთან ცეპლენია ისევ მექანიკური გაქვს, ანუ სითხეზე გაქვს. წინასწარ აძლევ დავალებას, აი მაგალითად მოკაჩერო, აი შემდეგ სიჩქარეში გინდა გადართვა რა და დაელოდება, როდის დააჭერ ცეპლენიას. როგორც კი დააჭერ ცეპლენიას, ეგრევე გადაგირთავს და დანაკარგი არ გექნება. თითქმის არ გექნება რა.
და ვფიქრობ, რომ ეს სისტემა დავტოვოთ ეხლა რაც გვაქვს, თუ არ გვაწვალებს და თუ რამე აპდეიტ შეგვიძლია, ანუ ფიქსი თუ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ, რომ მოუგვაროთ ეს წნევის პრობლემები და რაღაცები, ერთი ვერსია ეს არის და მეორე ვერსია არის, აი ხა რაც გითხარი, რომ ისევ მექანიკური იყოს, რომ იმედი გქონდეს, რომ რაც არ უნდა იყოს, შენ მაინც გათიშავთ ცეპლენიას და სიჩქარეში გადართვის საშუალება გექნება. და აი ეს მთელი პრობლემა რაც არის, რაც არასწორი, არასაკმარისი წნევა გვაქვს სისტემაში, რომ ცეპლენი არ გავთიშოთ, ეგ პრობლემა აღმოიფხვრება. ხო და მოდი ვაწვალოთ აქ ცოტა ხანი. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეც მომენატრა მანქანის წვალება. არ ვიცი, ძრავი რამდენხანს გაკაჩავს. იმიტომ რომ ალუმინის ბლოკია და ჩუგუნის ბლოკს ელოდება E39, რომელშიც ცოტა ბევრი უნდა ჩაიბეროს ვიდრე ეხლა. მაგრამ შევხედოთ რა. ყოველ შემთხვევაში აი ცეპლენის გათიშვებს და რაღაცებს მაინც შევატყოთ. ანუ თუ რაღაცა არ გამოდის, ეგრევე მივხვდებით, რომ არ გამოდის. დრონიც ხო არა ვაფრინოთ, ბარემ. კროკოსნეკები დაგვაქვს ხოლმე ყოველთვის გადაღებებზე მაგრა დასწორებს და ეს არის ჩემი საყვარელი. შოკოლადით არის რა. მაგრა დასწორებს. აი ეს გასინჯე თუ არ გასინჯული. მოკლედ, ჩამოვედით გარაჟში, სანამ კაროკაზე გადავალთ. მანამდე კიდე მინდა განახოთ ჩვენი გარემონტებული ტურბო. რამ სიმძიმეა. მოკლედ, ტურბო პირველად გავარემონტე. წარმოდგენა არ მაქვს. როგორ იმუშავებს და რადგან ახლა E39 არც შეჯიბრზე მივდივართ და არც სადმე გამოვდივართ ესე ოფიციალურად, მაგრამ ტესტი ჩავატაროთ ამაზე. უცბად ახლა ტურბოს შევსვლი და მე ისევ გადაცემათა კოლოფს დაუბრუნდეთ. ამანქანამ მაგრად რო გვაწვალა რა. რო დაუწეთ ძიება, აი ხა თუ შეამჩნიე ტურბოზე 25 არ დგას. დგას აი აქეთ. და ნახე აქ რა გავაკეთე, ანუ ტურბო ჩავხსენი სისტემიდან, კი რეალურად დგას ტურბო, მაგრამ სინამდვილეში ტურბოს ჰაერი, აი აქედან გამომუშავებული ჰაერი რაც მიდის, აი აქ იცლება ჰაერში და ძრავში უბრალოდ შეუშვი ატმოსფერული წნევა, ანუ როგორც მუშაობს ქარხნად. ხო და ესეთ მეთოდიკას ხშირად მიმართავ ხოლმე იმის გამო, რომ როდესაც რაღაც პრობლემაა, ვცდილობ რომ დაადგინო პრობლემა ქარხნულ მდგომარეობაში რა, ანუ ქარხნულ მდგომარეობაში როგორც მუშაობდა ძრავი, დაახლოებით ისე მოიყვანო, ისე ჭკუაზე მოიყვანო და თუ ტურბო გიყენია და წნევაზე გადის და რაღაცა ჩარეული გაქვს ძრავში, ანუ რაღაცა გადაკეთებულია, მაინც ვეჭვი აქვს ხოლმე, რომ აი იმის ბრალი ხო არ არის, რომ გადავაკეთეთ რა. ეს მეთოდიკა მოკლედ ამართლებს რა. გამორიცხავ რომ აი ტურბო რაღაცას შვება ცუც და მაგის გამო არ მუშაობს ძრავი. კარგი, ხა პაიპებს მოვაწესრიგებთ როგორც იყო მანამდე და პრინციპში შეგვიძლია გადავხოთ და ვნახოთ დარებილდებული ტურბო მუშაობს თუ არ მუშაობს. ხო, კიდე ერთი კაი თემა ეხლა რაც აღმოაჩინე, ტურბოს ხმა იყო. ასე რომ ტურბო დატრიალდა, ესე იგი ჩვეულებრივად მუშაობს. ხო, უკვე ბათუმშია, ვისაც გაქვთ სურვილი რომ ავტომობილი ჩამოიყვანოთ კორეიდან ან ამერიკიდან, შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ ესეთი არა. რამე სხვა წესერი 2013 წელს შეგიძლიათ აარჩიოთ და მოწესრიგებული არა E39 და არა BMW ჩამოიყვანოთ როგორც ამერიკიდან, ასევე კორეიდან. პრომოკოდი არ დაგავიწყოთ ხერო, აი იქნება გამოტანილი, აუცილებლად უთხარით და ბენეფიტები გექნებათ აუცილებლად ჩვენგან. დაიმახსოვრეთ, ბათუმშიც გვაქვს უკვე ფილიალი, ჰოასი და შეგიძლიათ ესტუმროთ და არჩიოთ საუკეთესო მანქანები.
იშავა. რუჩნიკი რატო არ იჭერს? ჩემი კაი. რუჩნიკი არ გიჭერს. აი, ეხლა ვტესტავთ ცეპლენის ამორთმას. ნახოთ როგორ იმუშავებს ეგ. ბიჭო, ძალიან კაია, მაგრამ მეორეში ვერ გადმოვურთეთ. ხო და არის ხოლმე რაღაცა მომენტები, როდესაც მეორეში გადმორთვა არ უნდა და მოდი ეხა იქნებ გასწორდეს. აი რატო არ თავს ვერ ხვდები რა? ეხა გავივლი ერთს, იქნებ გასწორდეს. და მერე კიდე ერთი ვსინჯოთ რა. რა სტყვიში? მე იმას ვიტყვი, ძალიან დიდი ბათქაბუთქის ხმები იყო. და ძალიან მომეწონა. ხო. ვერა. მეორეში აღარო. არ და წნევა უჭირავს. ხო და აი ეგ არის რა, ტესტირების თემები არის აუცილებელი. მე მგონი ეხლა სითხე გადახურდა. და ვეღარ აწובה იმდენად კარგად. და ეგ არის პრობლემა. გაიტოქში ვსინჯოთ მაინც. აი, ეხლა მეორეში გადმოვხო. ეხლა გადმოვხო. აუ ბიჭო როგორ მომენატრა ჩემი კაი. თან გეტყვი ხა რა არის რა? აქ მოძრაობა საერთოდ არ არის. ეხა მაგიტოვშვებით ეგეთ რაღაცებს, თორე ქალაქში არ ვსარშვებით. ჩვენ ეგეთ რაღაცებს და ბარიერები რო არის და რაღაცეები როა უფრო ასწორებს რა, ორმაგად ასწორებს. და ეხა E29-ის რა მოვიდა, ეხა ვნახავთ. მე მგონია რომ უბრალოდ რომელიღაცა პაიპი გამოისროლა. არა? ეგ არა. აგე, მოდი. აი ეს არის ხა პრობლემა.
ამას ახლა გავასწორებთ. ხო ვიძახი რომ მე მეთქი რომ მოდიხარ, ეს აუცილებლად უნდა გქონდეს. ისე კარგი იქნებოდა დრიფტამდე ამოგვეღო კლუჩების ნაბორი, ა? აი ეს არის ტურბო, რომელიც ჩამოვიტანეთ ჩვენ 2 წლის წინ ან 2 წელიწად ნახევრის წინ და ვიდეო გვაქვს გადაღებული რა, აი იქ იქნება ამონათებული და იმას ეწერა, ქართულად დავაწერეთ, აი ეს გარეტი და იმ ტურბოს რებილდი გავაკეთეთ, ანუ ეს არის დარებილდებული, იმიტომ რომ აგამდე რა წელია გარეტი. მოკლედ აი ეგ წაშლილია ეხა, მაგრამ ნახე აი G არეტი ოდესღაც იყო, აი I ჩანს რა. ხო და პირველად ტესტავთ დარებილდებულ ტურბოს როგორ მუშაობს. უნდა გვენახა ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ ამ ტურბოს სიცოცხლე ჯერ კიდე აქ დარჩენილი აშკარად. საკისრები იყო ჩაშლილი რა მოკლედ და საბოლოო ჯამში როგორ ჩანს გამოვიდა. იმიტომ რომ წნევაზე გადის და ყველაფერი რიგზია. მოკლედ ასეა თუ ისეა. ეხა კიდე უნდა ვსინჯო მეორეში გადმორთვა. მაინც უჭირს რა. აი, რო დრიფტაო და მეორეში რო გინდა გამორთვა და რო ურტყავ რა, მაღალ ბრუნზე წვალობს, მაგრად წვალობს. და ეგ დამოკიდებული არის წენა როგორც თქვი, ანუ სითხის ტემპერატურაზე, ხან რა ტემპერატურა უჭირავს, ხან რა ტემპერატურა უჭირავს და როგორც ჩანს რო გაცხელდება, მერე მაგრად უჭირს გადართვა. მაგრამ მაინც ცოტათ. ცდები ყოფს კაი. გადახურდება ენძრევა. აუ, იმენა, ნავიჩოკი ტიპები რო არიან ხოლმე, ხო იცი? ხო იცი, ხურუშიანი ტიპები რო არიან ხოლმე რა, იუაზროთ რო რაღაც სისულელებს აკეთებენ ხოლმე. აი ეგრე გავამივიდა ეხა, იმიტომ რომ არის მომენტები რო ცეპლენი არ გითიშავს, არის მომენტები რო სიჩქარეში არ თავს და ის არ არის, მოკლედ ეს კოლოფი რა, ზოგადად გათვლილი არის Mercedes-ის რამდენიმე მოდელზე, რომელიც ძალიან ნელი გადართვები აქვს. აკონტროლებს რომ სიჩქარეში გადართოს ძალიან რბილად რა და არ არის საერთოდ გათვლილი იმაზე რომ აი მაღალ ბრუნზე, დიდ სიჩქარეზე ან ეგეთ მომენტებში იმუშაოს იდეალურად. ჩვენ მოვინდომეთ უბრალოდ რეალურად ამას კი მიიყვან იქამდე რომ კარგად იმუშაოს და იდეალურად იმუშაოს, მაგრამ ეხა ამ შემთხვევაში საჭირო არის მეორე ელექტროძრავი, რომელიც წნევას კიდევ უფრო მაღლა ამაღლებს და ესეთი მომენტები აღარ იქნება რომ აი სიჩქარეში გადართვის დროს რაღაცა ხარვეზია რა, ანუ ხან გადართავს და ხან არ გადართავს, არა, ყოველთვის გადართავს, მაგრამ უბრალოდ პრობლემა რა არის, იცი რომ მე რაც უფრო კომპლექსური ხდება სისტემა, ხვდები რომ აღარ ღირს. ანუ აღარ არის ის რისთვისაც დაიწყე რაღაცა მიზანი რისთვისაც ქონდა, ანუ პრაქტიკულობა აკლდება რა და ჩვენ არ გვინდა ეხა რომ მაინც ის კი არა რომ აი რა მაგარი რაღაცა შევქმენით და დავჯდეთ და ვიმარიაჟოთ, ჩვენ გვინდა საქმის დადება. აი ესე უნდა ავიღოთ, საქმე უნდა მოდი განახო. აი საქმე უნდა ავიღოთ, აი ესე და აი ეგრე. ხო და
მარიაჟოების და რაღაცების გარეშე ეს კაროკა ესე არ მუშაობს ყოველ შემთხვევაში. გვინდა რომ ეხა ერთი კარგი ვარიანტი გვაქვს, რომ გადავიდეთ 90-92-ის კოლოფზე, მით უმეტეს ზრავის შესვლას რო ვაპირებთ. ცოტა ბევრი ცხენი მინდა და იმედი მაქვს, რომ ის გაუძლებს. ამაზე ისევ კითხვის ნიშნებია ცხენის გაძლებაზე. და შემდეგ ვიდეოში შევეცდები რომ უკვე ძრავის აწყობის თემა განახავთ, როგორ იმუშავებს. ჩუგუნის ბლოკზე გადავდივართ, როგორც გითხარით და ჩუგუნის ბლოკთან ერთად სავარაუდოდ 92-ის კოლოფს დავაყენებთ და 3 დისკიან ცეპლენიას ისევ დავტოვებთ რა, იმიტომ რომ ცხენი გვინდა ამ მანქანაზე და დიდ ცხენს რო გაუძლოს, ეს ყველაფერი საჭიროა რა. კაი, მოკლედ ეს არის და ეს 2019-ის პროექტი. ისე გრძელდება, არ გამოტოვოთ, ჩვენი არხი გამოიწერეთ და შევხვდებით შემდეგ ვლოგში.